დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ვიდრე დავიწყებთ საკითხების განხილვას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო, მივაწოდო ინფორმაცია დედაქალაქის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ ბიუჯეტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებების მიმართულება, ჯანდაცვის მიმართულება და საკმაოდ დიდი თანხები არის გამოყოფილი ამ მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეულწილად ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი თანადგომა. და ბევრი ასეთი პროგრამა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ ასევე იცით, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, ბევრი პროგრამებია. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. აღნიშნული მიმართულების 2025 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გასულ წელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ მიმართულებით აქვს საჭიროება, საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით და 100%-ით მოხდება მედიკამენტების დაფინანსება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის სოციალურად დაუცველია თუ არა სოციალურად დაუცველი. რა თქმა უნდა, წელსაც 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ეს ხარჯები, თანხები და იქნება ჩვენი მხრიდან თანადგომა. ესე იგი, პროგრამა HER2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება, განკურნებას ემსახურება და შესაბამისად ძვირადღირებული მედიკამენტებით ფინანსდება. თბილისის მერია 18 რიგ შემთხვევაში კი გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს. როგორც გითხარით, 2014 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტების სოციალურად დაუცველ ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად პროგრამის მოსარგებლე ყველა მოქალაქეს 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მინიმუმ 24,750 და მაქსიმუმ 70,000 ასეთი ლარი იქნება გამოყოფილი ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა კონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაეცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა იმ ადამიანს დაუდგებით გვერდით, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას. გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება არის და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ყოველთვის ხარდაჭერა. ასევე უნდა აღინიშნოს იგივე დამოკიდებულება ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგმართავს სხვადასხვა ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით, მხარდასაჭერად, აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს უწყობთ და ჩვენი მხრიდან ხდება კონკრეტული თანხების გამოყოფა, რომ მოხდეს იმ ოპერაციების დაფინანსება, რაზეც არის მომართვიანობა. შემდეგი თემა. კოოპერატიული ვინამშენებლობით დაზარალებული ოჯახები. ეს არის პრობლემა, უпроსტორად იყო პრობლემა, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემი სიტყვის, რასაც ვამბობ, ათეული წლების განმავლობაში 3500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერანაირად ვერ იღებდა საკუთარ ფართებს, საკუთარ ბინებს და ეს იყო ამ ოჯახებისთვის უდიდესი პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა,
2017 წელს, როდესაც მონაწილეობას ვიღებდით საარჩევნო კამპანიაში, გავეცით დაპირება, რომ ეს პრობლემა ამ ოჯახებისთვის იქნებოდა მოგვარებული. მათ აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ თავისივე გონებები, საკუთარი ბინები, რასაც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდნენ და ვერანაირად ვერ ახერხებდნენ მათ მიღებად. იმ მიზნით, რომ ჩვენ დაგვეკმაყოფილებინა ეს ოჯახები, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით დღეის მდგომარეობით უკვე 2500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ზოგიერთ მათგანს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართები, ზოგიერთი მათგანის ბინები მშენებლობის პროცესშია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მალე დასრულდება წარმოებული სამუშაოები და მათაც გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები, ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 11 ჰექტარია. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს კოოპერატიული ბინაჩვენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად გადმოსცეს არანაკლებ 24,100 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეგვეძლება დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე კოოპერატიული ბინაჩვენებლობით დაზარალებული ოჯახი. შესაბამისად, მინდა მივმართო ყველა კომპანიას, ეს იქნება დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიები, დაინტერესდით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვით მიიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 300-მდე მინიმუმ 300-მდე ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება ამ კონკრეტული პროექტით. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც გონდა დაპირება გაცემული, ყველა 3500-ვე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართებით. თქვენ მიიღებთ, მეგობრებო, თქვენივე საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდით. დღეის მდგომარეობით, როგორც გითხარით, 2500 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და ამ პროგრამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, მინდა ვთხოვო ბიზნესს, რომ მიაქტიუროთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ჩვენი თანამშრომლები დაინტერესების შემთხვევაში. მინდა შევეხო ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩვენ წლის დასაწყისში, როდესაც წარვადგინეთ ბიუჯეტი, საზოგადოებას გავაცანით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსთაველის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოები. რა თქმა უნდა, აქაც ჰქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ პირველი უნდა გაკეთდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, უნდა მოწესრიგდეს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქისთვის მიწისქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ამორტიზირებული, წარმოადგენს პრობლემას მთელ რიგ ქუჩებზე, გამზირებზე, პრობლემას წარმოადგენს ასევე საცხოვრებელი, იქვე განთავსებული საცხოვრებელი კორპუსებისთვის და სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. იგივე ქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე,არეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ჩვენ ვაწარმოეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ რუსთაველის გამზირზე დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც სანიაღვრე სისტემა, არ არსებობს არც საკანალიზაციო სისტემა, წყალარინების სისტემა, არის ერთი კომუნისტების დროს ძველად აშენებული ძველი ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. ის არის ავარიულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა რუსთაველის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოების 3 თვეში დასრულება, თუმცა ამ სირთულეებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო არის საჭირო გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ, გადავდებთ მომავალი წლისთვის და ცოტა უფრო ადრე
დავიწყებთ სამუშაოების წარმოებას, რომ ეს პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ, მთლიანად იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. Რა თქმა უნდა, სამუშაოები, რომელიც ჩატარდება, ეს იქნება პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ ასევე დაგეგმილი გვაქვს, მინდა საზოგადოებას გავაცნო ეს სიახლე და მივაწოდო ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია თავისი ფასადებით, იმიტომ რომ ბევრი შენობა ნაგებობა არის მძიმე მდგომარეობაში, ავარიულ მდგომარეობაში და მათი მოწესრიგება ცენტრალურ გამზირისთვის არის მნიშვნელოვანი. ანუ შემდეგი ეტაპი იქნება ამ შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა დღეს ყურადღება გავამახვილო, თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრებია, რომლებიც დიდი ხანია მოძველებულია. დედაქალაქის საზღვრების აღნიშნული აბრები უნდა იყოს თანამედროვე, უნდა იყოს განახლებული, ამიტომ მათ შესაძლებლად უახლოეს მომავალში ვაპირებთ გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი და მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლია, მინდა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს დავავალო, დაიწყოთ მომზადება აღნიშნული დოკუმენტაციის, საბუთების, პირობები ჩამოაყალიბოთ, რა არის საჭირო და როდესაც უკვე მზად იქნებით, გამოსაცხადებლად ოფიციალურად საზოგადოებას წარუდგინოთ თუ რა არის კონკურსის წესები და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ მართლაც არ არის ლამაზი ქალაქის შემოსასვლელ გასასვლელში თუ როგორია არსებული მდგომარეობა. შესაბამისად აღნიშნული აბრები უნდა იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამიტომ, როდესაც მზად იქნებით, რაც შეიძლება მალე წარმოადგინეთ უკვე ხედვა, წესები და ამასთან დაკავშირებით მთავრობის სტომაზე გავაკეთებთ განმარტებებს. როგორც იცით, გასულ წელს დიდ დიღომში თავდადებულის 18-ში გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, მართლაც ძალიან კარგი პროექტი არის, სადაც არის ორი საცურაო აუზი, არის ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთე დარბაზი, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე, არის ასევე ფრენბურთის დარბაზი, საჭიდაო დარბაზი, ყველანაირად მოწესრიგებული მულტიფუნქციური ცენტრი, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და გვინდა რომ ასეთი პროექტები ყველა რაიონში განვახორციელოთ. კონკრეტული საზოგადოებრივი მულტიფუნქციური ცენტრი ყოველთვიურად 3000-მდე ბენეფიციარს სტუმრობს. შესაბამისად, პროექტში ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა კაფეს მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია იქ მისული ადამიანებისთვის. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა რომ აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, კონკრეტული ფართი გავცეთ იჯარით, კაფის მოწყობის ვალდებულებით. და აქაც მინდა მიმართო ბიზნეს სექტორს, რომ დაინტერესდეთ აღნიშნულით, მიიღოთ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში და მულტიფუნქციურ ცენტრს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ექნება კეთილმოწყობილი კაფე, რომლითაც ისარგებლებს ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც მულტიფუნქციური ცენტრით დღეს ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები. ასევე შევაჯერეთ მომდევნო 2 წლის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტი,
რომელიც ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების გზით ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან გეგმის პროექტი განთავსებული იქნა სახელმწიფო მინისტრიის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ყველა შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის, მონაწილეობისა და კულტურათა შორისი დიალოგის კუთხით მდგრადი შედეგების მიღწევა. თავდაცვის ძალების ხერხემალია. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ დღეს ზეიმობთ საქართველოს ეროვნული გმირის გირში. თავისი წვლილი შეიტანა. ისმება ახალი თაობისათვის გადმოსცეს. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყოფილ მეთაურებს, რომელმაც 2003 წელს მოვალეობებს კურსს აქტივებენ თავს აკადემიის სერჟანტი ინსტრუქტორები. რათა ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის ძალების მემსახურეები საქართველოს. მემსახურეები საქართველოს. სერჟანტთა აკადემიაში ამ წლების განმავლობაში შეიქმნა ყველა დონის სერჟანტთა საკარიერო პროფესიული კურსი, სადაც მზადდებიან თავდაცვის ძალებისთვის სერჟანტები, რათა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ქვედანაყოფებში. მინდა მიულოცო თავდაცვის ძალებში მოსამსახურე ყველა სამხედრო მოსამსახურეს და საქართველოს ზოგადად ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის იუბილე. დღეს გიორგი ანტუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დაბადების დღეა, 22 წელი შეუსრულდა. ვლოცავ ყველა სერჟანტს დღევანდელ დღეს და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, იმიტომ რომ ეს აკადემია გიორგის სახელს ატარებს. პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა. კომისიამ დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები: პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი. იმდროინდელი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის და 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის პაატა დავითაიას განცხადებით, მაშინდელი ოპოზიცია ყოველდღე აყენებდა საკითხს, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ უმრავლესობის ნების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ამიტომ უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია. დავითაიამ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით სოზარ სუბარის კითხვასაც უპასუხადა თქვა, რომ კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ეს შესაბამისი დასკვნითაც დასტურდება. 2008 წლის აგვისტოს თემაზე კომისიის კითხვებს 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ ქარელმაც უპასუხა. აჭარის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ მალე ცხინვალში შევიდოდა. რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარიდან. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული უცხო არ ხდებოდა. არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს ეს დადებითი პროცესი იყო, პირიქით ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე ფაქტობრივად შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. ამ ჯარების განთავსებამ გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. განაცხადა მიხეილ ქარელმა, შიდა ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა სააკაშვილს საშიში ადამიანი უწოდა. ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. ჰქონდა იმის განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი. აღნიშნა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
რუსეთი და უკრაინა შეერთებულ შტატებთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არ გამოყენებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის წინაპირობად სანქციების ნაწილის გაუქმება დაასახელა. მათ შორის საუბარია რუსული ბანკებისთვის, საფინანსო სექტორისთვისა და რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად. ამის შესახებ კითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამერიკა რუსეთის საპასუხოდ მზად არის მას მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში დაეხმაროს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, შტატები შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებს და გააუმჯობესებს პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომას ასეთი ტრანზაქციებისთვის. თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილგანწყობას, რაც მიზნად ისახავს ენერგეტიკული და საზღვაო შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. კიდევ ერთი შეთანხმება, რასაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა მიაღწიეს რუსულ და უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს შეეხება. კრემლში აცხადებენ, რომ დაწესებულია ენერგოსისტემაზე დროებითი მორატორიუმი, რომლის დაცვას როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება. შეთანხმებული სიის მიხედვით, მორატორიუმი ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, ნავთობ და გაზსადენები, საცავები, მათ შორის სატუმბისადგურები, ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები, ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები. რუსული მხარის ცნობით, დროებითი მორატორიუმი 18 მარტს დაიწყო და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს, ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მეორე მათგანი ვალდებულების შესრულებისგან თავისუფლდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ დასახელებულ პირობებს სიღრმისეულად სწავლობს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, სირთულის მიუხედავად კომპლექსური მოლაპარაკებები რუსეთთან, უკრაინასთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან წარმატებით მიმდინარეობს. უკრაინის შესახებ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ტყვეების გაცვლის, დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლების და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად დახმარებას გაუწევს. საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებაში არ არის ნახსენები, რა მოხდება თუ ვიღაც დაარღვევს მას. თუ შევნიშნავთ, რომ ვიღაც არღვევს შეთანხმებას, დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იყო, თუმცა შეთანხმებაში კიდევ ბევრი გასარკვევი დეტალია. ზელენსკი ასევე შეწუხებულია, რომ უკრაინას ჯერ არ ჰქონია შეთანხმებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ. ჩვენთან ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მათ იციან, რომ ეს მტკივნეული საკითხია. ფიქრობ, რუსებთან მოლაპარაკებისას ყველაზე რთული ორი საკითხი იქნება: ცეცხლის სრულად შეწყვეტა და ტერიტორიების საკითხი, რადგან რუსებს ამ ომის დასრულება არ სურთ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ, უკან დაიხიეს. მაკრონებმა, სტარმერებმა და ფონ დერ ლაიენებმა მაშინვე დაიწყეს ყვირილი, რომ ახლა ბურთი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოედანზეა. თუმცა 3 დღით ადრე ყველა ამბობდა, რომ არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა არ იქნებოდა. თუმცა როგორც კი ქარმა სხვა მხრიდან დაქროლა, მათ მყისიერად შეიცვალეს პოზიცია, აღნიშნა ლავროვი. Roma. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და იგი უკრაინას არ გადაეცემა. უწყების ცნობით, შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის მართვა სხვა ქვეყანასთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში მისი ფიზიკური და ბირთვული დაცვა და ბირთვული ზარალის გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირება გართულდება. რუსეთის ატომური მრეწველობის წიაღში ელექტროსადგურის დაბრუნება დიდი ხნის წინ შემდგარი ფაქტია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ მხოლოდ უნდა აღიაროს. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა უკრაინისთვის ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის შეუძლებელია. ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.